საფეხბურთო კლუბ მერცხალს მუნიციპალიტეტმა მიკროავტობუსი შეუძინა. აღნიშნულისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 23.100 ლარი იქნა გამოყოფილი. მერცხალისთვის მიკროავტობუსის გადაცემას მუნიციპალიტეტის გამგებელი კოტიშ არაშენიძე თავად ესწრებოდა. 25 ადგილიანი მერსედესის მარკის მიკროავტობუსი კლუბს მრავალწლიან პრობლემას გადაუწყვეტს. როგორც მერცხალის დირექტორი ამბობს, საკუთარი ტრანსპორტის ყოლა კლუბს დამატებით ფინანსურ ხარჯებს აარიდებს. 30 წლის განმავლობაში ოზურგეთის მერცხალს არ ღირსებია ის, რაც გაკეთდა დღეს და რაც ჩვენმა მუნიციპალიტეტმა და ჩვენმა საკრებულომ გააკეთა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ კოტიშ არაშენიძეს იმისათვის, რომ რასაც ჩვენ გუდისში საკეთებს და აი მაგალითი აგერა სახეზე. პლუს ამას კიდე მოგცა იმის უფლება, იმის საშუალება ფეხბურთელების დამატების, მოგცა გადაგვიხურა საცხოვრებელი სახლი სტადიონზე და ყველანაირად გვერდში გვიდობა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საკრებულოს თავმჯდომარეს. მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, მერცხალის გარშემო კიდევ ბევრი სასიამოვნო სიახლე იგეგმება. ამასთან ერთად გუნდისთვის სიახლეები გვაქვს, გვინდა რომ რაღაცეები, თქვათ, იგივე უნიფორმები, იგივე თქვათ საჩხაპეები, სასტუმრო, რაღაც მოსასვენებელი, ჩვენ რაღაცეები გავაკეთეთ ახლა სტადიონზე, ინფრასტრუქტურა მოაწესრიგეთ და უფრო მეტად რომ იყოს გუნდი მობილიზებული, ალტერნატიული ის გვინდა გავაკეთოთ სავარჯიშო მოედანი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული მიკროავტობუსისთვის 23.100 ლარი გამოიყო.